იესურ ქვამას უკეთუცა იცოდე შენ ნიჭი ღვთისა. ძალიან საინტერესოა ეს. ანუ დედაკაც ეუბნება რომ შენ რო იცოდე ნიჭი ღვთისა და შემდეგ აგძელებს, მაგრამ აი თვითონ ეს სიტყვები ნიჭი ღვთისა. ანუ მე რო ვიცოდე, ჩვენ ხო დედაკაცის ადგილას უნდა დავაყენოთ თავი. მე რო ვიცოდე, რისი მონიჭება შეუულია ღმერთს. რა შეუულია მომანიჭოს, რა შეუულია მომცეს. მე რომ ეს ვიცოდე, აღარ უკაცრავად ამ სიტყვისთვის აღარ დავახურდავდი ჩემ ქრისტიანობას 1000 სათხოვარში და 1000 მისწრაფებებში და 1000 გულის თქმაში, აი ეს მინდა. მე რომ ვიცოდე, გაცნობიერებული მქონდეს ნიჭი ღვთისა რა არის. რისი მოცემა შეუულია ღმერთს. აი უძღების შვილის იგავში უფროსი შვილის ძმა არის ზუსტად აი ესე. ყველაფერს აკეთებს სწორად, მართალი კაცია, მაგრამ ნახეთ რა შეუნება მამას, ერთი თიკანი ვერ მომეციო. და როცა მამა რა შეუნება მე, ყველაფერი რაც მე მაქვს შენია. რასაც მამობა მოიცავს თლიანად, ყველაფერი შენია. ანუ რასაც ღმერთობა მოიცავს, ყველაფერს გვაძლევს და ჩვენ თიკანის მოსურნელი ვართ მხოლოდ. იმიტომ რომ არ ვიცით ნიჭი ღვთისა რა არის. ღმერთი გვაძლევს ყველაფერს. ყველაფერს გვაძლევს. ანუ ღმერთის შვილობას, მადლით ღმერთობას, თავის მარჯვნივ ყოფობას გვაძლევს. გესმით? ყველაფერს. ასე რომ ეს სიტყვები, აი თითქოს უბრალოდ დედაკაცს ეუბნება, ხე, მაგრამ აიცოდა შენ თუ იცი, შენ რომ იცოდე ნიჭი ღვთისა და მე ვიცი ნიჭი ღვთისა, არც მე არ ვიცი.